საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა ფათიჰ ბიროლმა 16 აპრილს განაცხადა, რომ ევროპას შესაძლოა უახლოეს კვირებში ავიასაწვავის დეფიციტი შეექმნას. თუ ირანის ომის გამო ნავთობის მიწოდება შეფერხდება, ვერც საერთაშორისო რეისები შესრულდება. ჩვენ ევროპაში ვართ. ავიასაწვავის დაახლოებით 6 კვირის მარაგი დაგვრჩა. თუ ვერ შევძლებთ ჰორმუზის სრუტის გახსნას და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები შეწყვეტენ მუშაობას, შემიძლია გითხრათ, რომ რეისები გაუქმდება. აქ ქალაქიდან ბ ქალაქში თვითმფრინავით ვეღარ გაემგზავრებით, რადგან საკმარისი საწვავი არ იქნება. გასულ კვირას ევროპის საერთაშორისო აეროპორტების საბჭომ ევროკომისიას მისწერა, რომ თუ არ აღდგება ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მიმოსვლა, მაისში შესაძლოა ავიასაწვავის დეფიციტი შეიქმნას. კონტინენტზე განსხვავებული სიტუაციაა. ავსტრიას, ბულგარეთსა და პოლონეთს საკმარისი მარაგი აქვთ. დიდ ბრიტანეთს, ისლანდიასა და ნიდერლანდებს კი პირიქით. საფრანგეთი სადღაც შუაშია. შექმნილი ვითარების გავლენა ყველა აეროპორტსა და ავიაკომპანიაზე ერთნაირი არ იქნება. სავაჭრო ასოციაცია ევროპის ავიახაზები, რომელშიც შედიან Air France, KLM, Lufthansa, Ryanair, ევროკავშირს მოუწოდებს აეროპორტებში ავიასაწვავის მარაგის შესახებ დროულად მიაწოდოს ინფორმაცია.